გერმანული ავტომწარმოებელი კომპანია იზდერა გაკოტრდა, ანუ 1980-იან წლებში სახელგანთქმული ბრენდის მიმზიდველ, მაგრამ უცნაურ სპორტკარებს გზებზე სავარაუდოდ აღარასდროს ვიხილავთ. გერმანიის ქალაქ ლეონბერგში 1992 წელს დაფუძნებული ეს კომპანია ძვირადღირებულ სპორტულ ავტომობილებს აწარმოებდა, რომელთაც ექსკლუზიურობა და ტექნიკური ექსტრავაგანტულობა გამოარჩევდა. იზდერას თითეული ავტომობილი სპეციალური შეკვეთით მზადდებოდა, ხოლო შეკვეთას კომპანია მხოლოდ იმ ადამიანისგან იღებდა, რომელიც კომპანიის დამფუძნებელს, ებერჰარდ შულცს თავად იცნობდა. შეზღუდული წარმოების დამსახურებით იზდერას თითოეული ავტომობილი დღეს დიდ საკოლექციო ღირებულებას ატარებს. საავტომობილო ბრენდის სახელი შესაძლოა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ის სტილის, დიზაინის და რბოლის საინჟინრო ოფისის შემოკლებული ვარიანტია. თავად ეს მიდგომა კომპანიის დამფუძნებლის ებერჰარდ შულცის დნმ-ში იყო გადმოცემული, რადგან საკუთარი კომპანიის დაფუძნებამდე ის პორშეში მუშაობდა. გერმანული ავტომობილების სიყვარული შულცს სამომავლოდაც გაყვა, რადგან იზდერას ავტომობილები გერმანული საავტომობილო ინჟინერიის საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნებოდა, ხოლო თავად ავტომობილებში ხშირად არსებული მანქანების ნაწილები იყო გამოყენებული. აი სწორედ ამ მიდგომით შეიქმნა იზდერა იმპერატორ 108i, საავტომობილო ბრენდის ყველაზე ცნობილი მოდელი, რომელიც 1984-1993 წლებში იწარმოებოდა. ეს ავტომობილი Mercedes-Benz CW311-ის კონცეპტუალურ ავტომობილს ეფუძნებოდა, რომლის შექმნაში მონაწილეობა თავად ებერჰარდ შულცმა მიიღო. იმპერატორში Mercedes-Benz-ის V8 ტიპის ძრავი იყო, რომელიც 400-მდე ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და საუკეთესო ვარიანტში 293 კმ/სთ-მდე ჩქარდებოდა. თავად ავტომობილი მეტად ფუტურისტული იყო, რაც ვერტიკალური კარებით, ამომხდომი მაშუქებით და პერისკოპული უკანა ხედვის კამერით დასტურდებოდა. ჯამში იზდერამ იმპერატორის 30 ეგზემპლარი გავიდა. იმპერატორის არც თუ ისე დიდმა კომერციულმა წარმატებამ ებერჰარდ შულცის კომპანია არათუ შეაშინა, არამედ ახალი, უფრო ამბიციური მიზნებისკენ გაუხსნა გზა. აი ასე 1993 წელს მსოფლიო მიზდერა კომენდატორე 112i იხილა, რომელიც არათუ ჩვეულებრივ ავტომობილად, არამედ ბუგატის და ფერარის კონკურენტად შეიქმნა. თავად ავტომობილის სახელწოდება კომენდატორე ლეგენდარულ ენცო ფერარის გვახსენებს. იმპერატორში Mercedes-Benz-ის 6 ლიტრიანი V12-ის ტიპის ძრავი იდო, რომელიც 408 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და 342 კმ/სთ-მდე ჩქარდებოდა. ავტომობილი აღჭურვილი იყო აქტიური დაკიდების სისტემით, DRS-იანი შასით და ავტომატური უკანა სპოილერით. აგრეთვე სამბეჭდავი იყო ავტომობილის დიზაინი, რომელიც ლემანის 24 საათიანი რბოლით იყო შთაგონებული, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ავტომობილს ლემანის ასფალტზე არასდროს გაუვლია. კომენდატორეს ფინანსური ჩავარდნის შემდეგ ებერჰარდ შულცის კომპანია სპორტკარები აღარ შეუქმნია, მაგრამ ავტომობილები იზდერა მაინც შექმნა. აი ესე იხილა კაცობრიობამ 2006 წელს გამოშვებული იზდერა ავტობან კურიერი, რომელიც გერმანელმა ინჟინერებმა 1930-იანი წლების გრანდ ტურერის სხეულში მოათავსეს. ავტომობილში Mercedes-ის V8 ტიპის 10 ლიტრიანი ძრავი იდო, რომელიც 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, რითაც იზდერამ ამ კლასის ავტომობილებში ახალი სიტყვა თქვა. გერმანული იზდერა არასდროს ყოფილა ბრენდი, რომელიც ბევრ ავტომობილს შექმნიდა. წარმოუდგენელ ექსკლუზიურობაზე დაფუძნებული ეს კომპანია იდეებს უფრო ქმნიდა ვიდრე ავტომობილებს, რამაც საბოლოო ჯამში კომერციული სარგებელი ვერ მოუტანა და ავტომწარმოებელი გაკოტრებამდე მიიყვანა. თუმცა, რაც არ უნდა დიდი იყოს იზდერას ფინანსური გასაჭირი, ებერჰარდ შულცის მიერ 80-იან წლებში შექმნილმა ბრენდმა ავტოენთუზიასტების გული მაინც მოიგო.